საჯარო სკოლა არის ბავშვების ტვინის გამორეცხვის ინსტრუმენტი, რომელიც შეიქმნა მმართველების მიერ, რომ მე მორჩილი მოსახლეობა გაზრდილიყო. ზოგ ქვეყანაში ამას უკეთესად აკეთებენ, ზოგ ქვეყანაში უარესად, მაგრამ უბრალოდ ინდოქტრინაციის ინსტრუმენტია. ანუ თქვენი ბავშვის ზრუნვის ინსტრუმენტი კი არის, ინდოქტრინაციის ინსტრუმენტია. ამისთვის შეიქმნა, რომ ნახოთ, აი, როგორ იქმნებოდა ეს სკოლები. ბოლოს-ბოლოს აი საბჭოთა კავშირში როცა საშუალო განათლება გახდა, თქვა, დაფარა ბავშვებიდან. გავრცელდა საზოგადოებაში, უბრალოდ შეხედეთ რისთვის შეიქმნა ეს. ის ხო არ შექმნილა ბედნიერი ადამიანების აღსაზრდელად, ის შეიქმნა პროლეტარიატის აღსაზრდელად. რომ პროლეტარიატის სწორი ხალხი გამოსულიყო და როგორ შეიძლება მოგწონდეთ სკოლა, საჯარო სკოლის საერთოდ აზრი, საჯარო სკოლის არსებობა ბოროტება თავის მიბნებით, იმიტომ რომ უშვებს ერთი, რომ ბავშვები ყველა ერთნაირია. ან თუ ერთნაირი არის, ერთნაირი უნდა გამოვიდეს და თუ ერთნაირი არ გამოვა, უნდა გაირიყოს საზოგადოებიდან. იმიტომ რომ ზოგადად საბჭოთა სკოლაში იყო მოწყობილი, რომ ყველას ერთნაირ თქვათ ფორმას აძლევდნენ ყველა ბავშვის ტვინს. და ვინც ვერ ერგებოდა ამ სისტემას, ის გარიყული იქნებოდა, გააგდებდნენ სკოლიდან, ან ვერ ისწავლიდა სწორ სკოლაში. და ვინც მაგალითად შეძლებდა და მაგალითად კარგ მათემატიკა იცოდა შემდეგ ის გახდებოდა რაღაც მეცნიერი, ბომბებს გამოიგონებდა. ამიტომ მას რაღაც ტრაექტორია ჰქონდა. მაგრამ ის მორჩილი მეცნიერი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაც დამოუკიდებელი მეცნიერი ეს უკვე ნამეტანია და არასწორია და ასე შემდეგ. ამიტომ მორჩილების კულტივირება უფრო მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა სკოლაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მორჩილი მეცნიერი წარმატებული იქნებოდა და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი ნაკლებად წარმატებული ან საერთოდ წარუმატებელი იქნებოდა. ამიტომ არა, საჯარო სკოლებში არანაირი სიკეთე არის, მაგრამ ისევ და ისევ თქვენ ბავშვებს თუ გინდათ რომ უბედური გაზარდოთ, რაც გინდათ გაიკეთებიათ, კაცო, მე არ ვარ თქვენი მწყემსი. თქვენ თუ გინდათ საჯარო სკოლაში ატაროთ, რაც გინდათ გაიკეთებიათ, მაგრამ მე მინდა რომ ჩემ შულს გირჩელების შულებს, პატიოსანი ადამიანს ეს თავისუფლება აღელვებს, იმათ ქონდეთ შანსი თქვენნაირ წესრიგში არ იცხოვროს. რომ იმათ ქონდეთ შანსი რომ ისეთ სკოლაში ასწავლონ, ბავშვი, რომელსაც თვითონ გაუხარდებათ. თორე თუ ადამიანს თავის ბავშვის მომავალი არ აღელვებს და უნდა რომ ბიუროკრატმა აღზარდოს და განათლების სამინისტროს რაღაც ჭიღრი-პიღრი ბიუროკრატმა მისი აზრით უკეთესად იცის რა უნდა ასწავლოს ბავშვს, ვიდრე თვითონ ან მის მიერ არჩეულ მასწავლებელს, მე არ მინდა თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენ გადარწმუნება და თქვენი ცხოვრება დავხარჯო, იმიტომ რომ მე გონი ვერ ვიზამ ამას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდე და ვხედავ კიდეც ათასობით ადამიანს, რომელსაც უნდა თავის ბავშვი იზრუნოს და ბევრი რაღაც უშლის ხელს. უშლის ის, რომ იძარცვება მთავრობისგან და ფული არ აქვს. უშლის ის, რომ კანონით ბევრი რაღაც უბრალოდ აკრძალულია. უშლის, რომ ასეთი სკოლები არის და ეხლა პირველი შეიქმნება ასეთი. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი და ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ასეთი ბევრი სკოლა გაეშნდეს. მე ზოგადად მირჩენია, რომ იმ რამდენიმე 1000 ან რამდენიმე 1000 მშობელს გაუხსნა შესაძლებლობა ისე აღზრდონ ბავშვი, როგორც მაგათ უნდათ, ვიდრე მთელი ცხოვრება დავხარჯო იმ მშობლებზე, რომელსაც თავისი ბავშვის მომავალი არ აღელვებს. ან გონიათ, რომ ბიუროკრატები მათ ბავშვებზე უკეთესად იზრუნებენ, ვიდრე თვითონ. მე არ ვიცი ამ მშობლებს ზუსტად როგორ ველაპარაკო კიდეც, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ წლებია ველაპარაკები მე, წლებია ველაპარაკე ჩემი მეგობრები და ზოგადად ვიცი, რომ საუკუნეები ამაზე ლაპარაკობს უამრავი სხვა თავისუფლების მოყვარე ადამიანი და უმრავლესობა ადამიანების არაფერი არ ეშველა. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ თუ ჩვენ უმცირესობა გავერთიანდებით და ვიქნებით შეკრული, ის უმრავლესობა ჩვენ მაინც ამოყვება საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ის უმრავლესობა კონფორმისტი უმრავლესობაა. ამიტომ მოდით ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ შვილებს გქონდეთ კარგი განათლება. ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა მეტი ფული ვიშოვოთ, უკეთესი ჯანდაცვა გქონდეს, უკეთესი გარემოში ვიყოთ, უკეთესი სასამართლო ჩვენ გქონდეს და სხვებმა დაინახოს და მოუნდეთ ეს წესრიგი. და მაშინ კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამას, ვიდრე ის, რომ ადამიანს, რომელსაც თავის შულზე პასუხისმგებლობა არ უნდა და როგორც კომენტარში ერთი იწერება, უნდა რომ საჯარო სკოლაში ატაროს და გონია რომ ასე იქნება კარგი თუ ყველა ივლისს ერთნაირ საჯარო სკოლაში. მოდი ეს ხალხი დავტოვოთ, აირჩევს კოძებს, ნაცებს, ვიღაცას აირჩევს, ასეთი პოლიტიკოსების მეტი რა არის არჩევანია. აი თავისუფლების მოყვარეს ვინც არის, იმას არ აქვს არჩევანი ჩვენ ქვეყანაში, რაც შეიძლება კარგია ვიწრო პოლიტიკურად, მაგრამ ცუდია ზოგადად ქვეყნისთვის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეხლა შანსი გვაქვს, რომ გავერთიანდეთ და დავინახოთ შესაძლებლობა, რომ ჩვენთვის გაჩნდეთ შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით და მერე სხვები დაინახავენ ჩვენ მაგალითზე, რომ ჩვენ ბედნიერი ხალხის პარტია ვართ და თვითონ რომ მოუნდებათ ბედნიერობა, ჩვენთან მოვლენ.
და ვინც დაბოღმილი, გაბოროტებული სიძულვით სავსეა, ის ჩვენ და მაინც არასდროს არ მოვა, მას არაფერი არ ეშველება და ყოველთვის იპოვეს ვინმე პოლიტიკოსს, რომელიც მის ბოღმას და სიძულვით რამეს უზამს და რამეში გამოიყენებს. დიდი ალბათობით მისივე გასადარსოდ. მაგრამ რას იზამ? ჩვენ არ ვართ ჩვენი ფუნქცია არის ყველას გადარჩენა. ჩვენი ფუნქციაა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ჩვენ ისეთ ჩვენიერ ქვეყანაში ცხოვრობთ და უნიკალური შანსი გვაქვს. შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური შანსი გვაქვს მართლა ისტორიაში საუკეთესო ქვეყანა ვაქციოთ საქართველო და მე მგონი ამის საკმარისია რომ ჩვენ გირჩილები გავერთიანდეთ და მართლა ვიპოვოთ ერთმანეთი და კოორდინირებულად ვიმუშაოთ.